თბილისი 2025 წლის 14 მარტი მკვლელობა ვაკეში ვინ მოკლა სინამდვილეში კანონიერი ქურდის ძმა ლევან ჯანგველაძე და რატომ არის უკანონო პატიმრობაში დღემდე უდანაშაულო გიორგი მიქაძე გახმაურებული საქმის მნიშვნელოვანი დეტალები და ბრალდება რომელიც ბრალდებისავე მოწმეებმა ჩამოშალეს ნახეთ ჩვენ მიერ მომზადებული ჟურნალისტური საგამოძიებო ფილმი ბრალდების მოწმეების გამოკითხვის სასამართლო ქრონიკები გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ასევე გიორგი ჯოხაძეს ანგარებით და შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა გელა უძლაურმა დანაშაული აღიარა და მოტივად პირადი შურის ძიება დაასახელა. 2022 წელს ვიყავი უკრაინაში, სადაც გავიცანი და დავმეგობრდის სერგეი ბონდარენკოსთან, რომელსაც ჰქონდა ბიტკოინების ქარხანა, რომელიც ქართულმა კრიმინალებმა წაართვეს. ასახელებდნენ ჯანგველაძეებს. მე ვკითხე სერგეის თუ შეეძლო დავეკონტაქტებინე ლევან ჯანგველაძესთან და სკაიპით ვესაუბრე. დაგვითქვეს შეხვედრის ადგილი და ძალიან ცუდად მოგვექცნენ. გასაზიზღრებული დაგვტოვეს. მაინტერესებდა ლევანის პიროვნება, მაგრამ მასზე სულ კარგი მესმოდა და მიკვირდა, იმიტომ რომ მე უზომოდ შეურაცხყოფილი დავრჩი. ადამიანი ძახს რომ ჯოხს დაარტყამს იმასაც აქვს ღირსება და მეც ხო ადამიანი ვარ და შეურაცხყოფილი ვიყავი. თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა გელა უძლაურის მიერ დასახელებული მოტივი და ის შეკვეთილი მკვლელობის მუხლით გაასამართლა. მას უვადო პატიმრობა მიესაჯა. რა იცით ჯანგველაძის კვლავობის საქმესთან დაკავშირებით? დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ბრალდების მოწმეების დაკითხვა. რამდენიმე წუთის წინ დაიწყო ლევან ჯანგველაძის კვლავობის საქმეზე სასამართლო პროცესი. დღეს სახელმწიფო ბრალდება 3 მოწმე ყავს საქალაქო სასამართლოში მოყვანილი. კვლავობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში აგრძელებს საბრალდებო სკამზე ზის გიორგი მიქაძე. დღევანდელ ხტომაზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან და დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 4 მოწმე ყავდა მოყვანილი, მათ შორის იყვნენ ექსპერტი, გამომძიებელი და ბრალდების მხარი აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს. გიორგი მიქაძეს და დავით მიქაძეს ბრალდების მხარე ედავება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას ანგარებით და შეკვეთით. ბუნებრივია, როდესაც გამომძიებელი მტკიცებულებას აფასებს და იკვლევს, პირველ რიგში უნდა დაინტერესებს ამ ანგარიშებში ხომ არ იყოს საეჭვო გადარიცხვა. ასეც გამომძიებელმა გვიპასუხა, რომ ყურადღება არ მიუქცევია. გამომძიებელმა და ექსპერტ კრიმინალისტმა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა, ვერ ახსნა თუ რატომ არ მოხდა ადგილზე ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოკვლევა, როგორც არის გარდაცვლილის ავტომანქანა. ღია ჩატუნელთან ერთად ამ ავტომანქანით ლევან ჯანგველაძე მივიდა პანაშვიდზე, სადაც იქიდან გამოსვლის შემდგომ უკვე მოხდა მკვლელობა. დღეს პროკურატურამ მისი ერთ-ერთი მთავარი მოწმე გამოკითხა, საუბარია გამომძიებელზე, იოსებ ბოდიშვილზე, რომელზეც დიდი მედებს ამყარებდა საქმის პროკურორი. რატომ არ იყო მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის ძანძავას მობილური ტელეფონი, რომელიც მას თან უნდა ქონოდა წესით, ხო, გამოკითხვის პერიოდში? იმ მომენტში ამ საქმის ასახება ჩატარდა 2025 წლის დეკემბრის თვეში. დეკემბერში უკვე გასულიყო რამდენიმე თვე, ხო, მომხდარი დანაშაულიდან. დეკემბრის თვეში ჩატარდა დათვალება, ანუ გულისხმობ დაიწყო და არა, დაიწყო და ბოლო საგამოძიებო მოქმედება დათვალება. არა, ლევან გამომძიებელმა პირდაპირ თქვა, რომ მას მობილური ტელეფონი არ ჩამოართვეს პირველი. კი ბრალდების მხარეს ნამდვილად სურდა ამ საქმის გამოძიება. უნდოდა დროულად მიეღო ინფორმაცია, ვინ ვის მიაწოდა ლევან ჯანგველაძის გადაადგილების მარშრუტი. მაშინ კახა ძანძავას მობილური ტელეფონი მკვლელობის დღესვე უნდა ყოფილიყო ამოღებული. რატომ იგივე ქმედება არ განხორციელდა კახა ძანძავას მიმართ, როცა კახა ძანძავას მობილურ ტელეფონში გაცილებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია შესაძლებელია ყოფილიყო, იმიტომ რომ ძანძავას ტელეფონი გამოძიებას არ აწყობდა. დანაშაულის ჩადენის პერიოდში და წინა პერიოდში ასევე გამომძიებელმა ვერ ნახა გიორგი მიქაძის სააბონენტო ნომერზე ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმე ფორმით დაადასტურებდა, რომ გიორგი მიქაძეს კავშირი ჰქონდა ან გელა უძლაურთან, ან დანაშაულში მონაწილე სხვა პირებთან. გიორგი მიქაძე გადარიცხვებში საერთოდ არ ფიგურირებს და მინდა ეს ხაზგასმით აღვნიშნო.
ჯანგულობის ოქროს მოწმე დღეს ხდომათა დარბაზში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იკითხებოდა. კახა ძანძავასთან ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. ვერც ერთი პირი, რომელიც არის ბრალდებული ამ საქმეზე, დღეს კახა ძანძავამ ვერ დაასახელა. არც გიორგის ვიცნობ, არც დავითს ვიცნობ. არასდროს ლევანს არ უთქვამს, რომ რაღაც პრობლემური სიტუაცია ჰქონდა მათთან. კახაბერ ძანძავამ თქვა, რომ არასოდეს ლევან ჯანგველაძის მხრიდან არ მოусმენია, რომ ან მტრობა, ან გადაკვეთა ჰქონდა ან გიორგი მიქაძესთან, ან დავით მიქაძესთან. კახაბერ ძანძავამ ასევე განმარტა, რომ ლევან ჯანგველაძის მეგობრებს რუსეთის ფედერაციაში იცნობდა აბსოლუტურად ძალიან ბევრ პირს და არასდროს არ სმენია ვინმე როზა ნარცისოვას და ილია ნიკოლსკის შესახებ. ჩვენება ემყარებოდა სიცრუით გაჯერებულ ინფორმაციას, როგორც ამოცნობასთან დაკავშირებით, ისე გიორგი ჯოხაძის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით. ვინაიდან მან მიუთიტა ის საცხოვრებელი მისამართი, რომელ საცხოვრებელ მისამართს გიორგი ჯოხაძეს არასდროს არ უცხორია. ეს დადასტურდა ის გარემოება, რომ გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძე უკანონოდ ატარებდა ცეცხლსროლი იარაღს. გიორგი მიქაძე ჯერც ახსენები არ არის არც ერთ მოწმეს არ უხსენებია. რატომ არის აქ გიორგი მიქაძე? საერთოდ ჩემთვის თავიდანაც გაუგებარი იყო და კიდევ უფრო გაუგებარი. ლევან ჯანგველაძის საქმის ოქროს მოწმეს მისი მეგობრის მკვლელობაზე სათქმელი არაფერი აქვს. კაცი, რომელიც წლების განმავლობაში ბიზნესმენის მძღოლი და მცველი იყო, სასამართლოში გამოიკითხა. იმ დროს, როდესაც კილერი ქურდის ძმას ესრო და რეაგირება ვერ არ მოახდინა. მოწმე შემთხვევის ადგილას მოქმედებდა საკუთარი ინსტრუქციებით, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლის მისთვის მითითებული ჰქონდა, რომ არ დაეტოვებინა მანქანის ტერიტორია. თუ ჯანგველაძემ გითხრათ, რომ არ უნდა ასულიყავით, რატომ ამხევით? დიაჩადუნელმა ჩემის აზრით მეტი კითხვები უნდა გაუჩინოს პროკურატურას, 10 წუთი კითხავდა ჩვენს მერე მაგ წარმოშობილ კითხვებთან დაკავშირებით მოსამართლედ. ჩემი შეკითხვა იყო, გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძე ახსენებდა თუ არა სახელს და გვარს გიორგი მიქაძეს. რაზეც კატეგორიულად გასცა მოწმემ პასუხი, რომ ასეთი არასოდეს არ მოусმენია. ამ მოწმემაც კიდე დაადასტურა, რომ გიორგი მიქაძესთან საერთოდ არავითარი არასდროს შეხება არ ქონია ლევან ჯანგველაძეს, არ უხსენებია. დააფიქსირა, რომ არც არასდროს სმენია 16 წლის განმავლობაში, რომ ლევან ჯანგველაძეს როდისმე ეხსენებინა, რომ იგი იცნობდა ან იცოდა გიორგი ჯოხაძის შესახებ. რით ადასტურებს ბრალდების მხარე იმას, რომ გიორგი და დავით მიქაძეები ინფორმაციას აწვდიდნენ გიორგი ჯოხაძის მეშვეობით გელა უძილაურს. გამომძებელმა გვიპასუხა, რომ ამ მონაცემებში არსად არც შემავალი ზარი, არც გამავალი ზარი, რაც დაადასტურებდა კომუნიკაციას გიორგი მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს შორის არ ყოფილა, ასევე შემავალი ან გამავალი ზარი, რაც დაადასტურებდა კომუნიკაციას დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს შორის არ ყოფილა. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერი არის და როგორ არის, რომ ორი ექსპერტი გამორიცხავს ერთმანეთის დასკვნას. ამასთან დაკავშირებით არ ქონდა პასუხი ექსპერტს. დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 4 მოწმე ჰყავდა მოყვანილი, მათ შორის იყვნენ ექსპერტი, გამომძიებელი და ასევე იმ სასტუმროს თანამშრომლები, სადაც თბილისი თაუერის სასტუმროს ორივე თანამშრომელმა, ვინც დღეს დაიკითხა სასამართლოს ხდომის დარბაზში, თქვა, რომ ჩანაწერებზე, რომელიც მათ დაათვალიერეს, იქ არც გიორგი მიქაძე და არც დავით მიქაძე არ უნახავთ. ბოლო ორი თვით ადრე თუ ნახეს და ეს დაახლოებით გამოდის იანვრის თვე, რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვლის თვეში არავისთან შეხება არ ქონია გიორგი ჯოხაძეს, არც გელა უძილაურთან და აბსოლუტურად არაფერი არ დაგეგმილა. დღეს ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს. წარმოდგენილია 3 მოწმე, რომელსაც პროკურორი დღევანდელ პროცესზე დაკითხავს, მათ შორის არის ავიტოსკოპიური ექსპერტი, ასევე თბილისი თაუერის სასტუმროს თანამშრომელი და კიდევ ერთი გამომძიებელი. გიორგი ჯოხაძე სარგებლობდა პრივილეგიებით, მას არ ახდევებდნენ არავითარ თანხას ნომრის აღებაში. რას ეძახის პრივილეგიას ვერ გეტყვი, მაგრამ ლოგიკურია, რომ დღეს საქართველოში ახლა სასტუმროს ფლობელი ან კაფე-ბარის ფლობელი თუ არის შენი მეგობარი, პატივისცემის ნიშნად საშუალებით შესაძლებელია, რომ პრივილეგირებული არ ქვია, უბრალოდ დაგპატიჟოს და არ გადაიხადოთ თანხას. დღევანდელი მოწმე, რომელიც გახლავთ სასტუმრო თაუერის კიდევ ერთი თანამშრომელი, ვერანაირად ვერ დაადასტურებს დავით მიქაძის და გელა უძილაურის შეხვედრას, იმიტომ რომ დავით მიქაძის და გელა უძილაურის შეხვედრა სასტუმრო თაუერში არ მომხდარა 2025 წლის თებერვლის არც ერთ რიცხვში და ზოგადად საქმის მასალებიდან საერთოდ მათი გადაკვეთა არანაირად არ ფიქსირდება. რამდენი მოწმე იკითხება უკვე ეს
ბრალდების მოწმეებზე ვართ როგორც იცით ჯერ. არც ამ დონეზე არ ასახელებს არც ერთი მოწმე გიორგი მიქაძეს ნაცნობობის და შეხვედრის დონეზეც კი. ჯერ ჩვენ ველოდებით რა მტკიცებულებები ადასტურებს იმას, რომ მიქაძეებმა მოახდინეს მკვლელობის ორგანიზება და განსაკუთრებით საერთოდ გიორგი მიქაძე რჩევაში. დღეს უნდა დაკითხულიყო გიორგი ჯოხაძის მეუღლე ელენე ძაძუა. ბოლო სამი პროცესის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მან ჩათვალა, რომ მისი უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული. რა მოვლენებზე საუბრობს უფლებადამცველი და რატომ მოითხოვა მოწმემ სასამართლოზე მისი უსაფრთხოების გარანტია. რამდენიმე წუთის განმავლობაში იმდენად მძიმე იყო ვითარება და იმდენად დაძაბული იყო ვითარება ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, რომ იქ გადაადგილებაც შეუძლებელი იყო. მანქანის მინები არის ჩამსხროული, დაკავებულები არიან სავარაუდოდ 10-მდე პირით. წერილობითი მტკიცებულებებიდან მოხერხდა მხოლოდ 13 ტომის შეფასება. რამდენიმე საათის განმავლობაში 13 ტომის კვლევისას იქ გვარი მიქაძე ნახსენები არ ყოფილა. ლევან ჯანგველაძეს ნამდვილად ჰქონდა არარეგისტრირებული იარაღი, რომლის ბოლო გაწმენდის შემდგომ ამ იარაღიდან იყო ნაწარმოები გასროლა. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარემ თავადვე სხდომის დარბაზში დაადასტურა ის გარემოება, რომ გელა უძილაურის ანგარიშზე ძალიან მნიშვნელოვანი ჩარიცხვა 2024 წელს განხორციელდა ერთ-ერთი პირისგან, ეს გახლავთ 48,500 ლარი. აღმოჩნდა, რომ გამოძიებას ჩვენ სისხლის სამართლის საქმეში ამ დრომდე დადგენილი არ აქვს 48,500 ლარის მიზნობრიობა, რაც ერთ-ერთმა პირმა 2024 წელს ჩაურიცხა გელა უძილაურს. გიორგი ჯოხაძის დეტალურებში, გელა უძილაურის დეტალურებში არანაირი კომუნიკაცია ან გიორგი მიქაძესთან, ან დავით მიქაძესთან 2024-2025 წლებში არ განხორციელებულა. ოკა მეგროშიამ თქვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტები, რომ მასა და ფარცხალაძეს შორის არის სერიოზული დაპირისპირება, მიქაძეების ხსენება, ეს არის მისი მოსაზრება და არავითარი ინფორმაცია და ფაქტი მას არ გააჩნია. რაც ამ კითხვა ისმებოდა, ვის შეუძლია მისი ნაამბობის დადასტურება ნეიტრალურ ობიექტურ მოწმეს, ყოველთვის პასუხი ჰქონდა, რომ ან არ ახსოვს, ან არ იცის, ან არ სურს ამის შესახებ განმარტების გაკეთება. ხალხსახად გამოკვეთა მან, რომ პირადი ინტერესი და პირადი კონფლიქტი გააჩნდა მას ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში. რაც შეეხება გიორგი ჯოხაძესთან მიმართებაში განმარტა, რომ სულ 2-2 ყავს ნანახი და პირადად მას საერთოდ არ იცნობდა. დანიშნულ იქნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანებმა ვერ შეძლეს იქ პირის ან პირების იდენტიფიცირება. ამტკიცებდა მოწმე, რომ ამ ვიდეო ჩანაწერში იცნო გიორგი მიქაძე. დაცვის მხარის სურვილია საზოგადოებამ ნახოს ვიდეო ჩანაწერი, მისი ხარისხი და თავად შეაფასოს შესაძლებლობა იმისა, რომ იქ ზოგადად გიორგი მიქაძე კი არა, საერთოდ ვინმე ადამიანი არის თუ არა ზედ გამოსახული, ეს რომ თავად გადაწყვეტს. არაიდენტიფიცირებული იუზერის ჯონათან ჯონის სტატუსები საქმეში პროკურატურას წარმოქმნილი აქვს მტკიცებულებად, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ პროკურატურა თავის დროზე არ დაინტერესდა ამ იუზერის უკან ვინ შეიძლებოდა მდგარიყო. დაცვის მხარემ შემხვედრად პროცესზე წარადგინა მასალები, ბატონ კოკა-მორგოშიასაც ვკითხეთ პირდაპირ, როგორ მოხდა, რომ სულ რამოდენიმე წუთის დადებული სტატუსები იმავე დღეს გაზიარებული აქვს კონსერვატიული მოძრაობის წევრებს, კოკა-მორგოშიასთან აფილირებულ პირებს. სხვა ამ სტატუს მომწონებელი და გამზიარებელი ფიზიკურად არ ყავდა. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ იუზერის ჯონათან ჯონის უკან სწორედ რომ დგას ბატონი კონსტანტინე მორგოში. დღეს დაადასტურა მოწმემ, რომ საერთოდ არ ყოფილა კოკა-მორგოშიაზე ამასთან ლაპარაკი და არავითარ მონაწილეობას დაცვის ორგანიზებაში კოკა-მორგოში არ ღებულობდა. მკვლელობის ორგანიზების საქმეზე მოწმემ გასცა ძალიან კონკრეტული პასუხი. ყველაფერი, რაც მე ვილაპარაკე, ეს არის დასკვნები, არავითარი მტკიცებულება მკვლელობის ორგანიზების მიერ გამაჩნია და მეორე პასუხი, რომ მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ჩემ ვერსიებზეც კი მეორე ადამიანი არ არის, რომელიც დამიდასტურებს. ჩემზე მეტი კითხვები აღმოჩნდა, რომ
დღევანდელი მოწმესა აქვს, მაგრამ არა მარტო კითხვები, ეჭვები და პირდაპირ იშვერს ხელშადუნელისკენ. ვერსია არის ძალიან ბევრი. თქვენ, როგორც ჟურნალისტებს, თავისუფლად შეგიძლიათ ვერსიებზე საუბარი. ჩვენ იურისტებს ვერსიები რო გადავაქციოთ მტკიცებულებად, თუ გჭირდება ფაქტები. გამოძიებამ მეტადან Facebook-იდან მიიღო ინფორმაცია, ვის ეკუთვნოდა იუზერი ჯონათან ჯონ, თუმცაღა ამის თაობაზე საქმეში მასალები წარმოდგენილი არ ყოფილა. დაცვის მხარის ვერსია, რომ ამ იუზერის უკან იდგა საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე ბატონი კონსტანტინე მორგოშია, თუ ეს მართალი არ არის, მაშინ ბრალდების მხარემ მეტადან მიღებული ინფორმაციები საქმეში მტკიცებულებად რატომ არან ვერ წარმოადგენს. მეტასგან მიიღო ინფორმაცია ბრალდების მხარემ კონკრეტული იუზერის უკან ვინ იდგა, თუმცა ეს მასალები არ არის წარმოდგენილი. ნაწილზე მივიღეთ ინფორმაცია, თუმცა რაც მივიღეთ ინფორმაცია, როცა გამომძიებელმა გადაამოწმა, ვერ მოხდა ამ მიმართულებით ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ იქნა ეს ინფორმაცია მოძიებული. ყველაზე მთავარი რაც გამომძიებლისგან გვაინტერესებდა და 6 საათის განმავლობაში მისგან ვცდილობდით ინფორმაციის მიღებას იყო ის, რომ ორგანიზების ნაწილში გიორგი და დავით მიქაძეების მიმართ ჰქონდათ თუ არა მტკიცებულება, მაგალითად იმის, რომ ამ ადამიანებმა იცოდნენ ლევან ჯანგველაძის გადაადგილების მარშრუტი. მან გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის მტკიცებულება. ჩვენ მას ვკითხეთ, აქვს თუ არა მტკიცებულება, რომ მიქაძეებმა გელაუძილაურს მიაწოდეს ლევან ჯანგველაძის მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მან გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის თაობაზე ინფორმაცია. ბრალდების დადგენილებაში ასევე წერია, რომ გელაუძილაური თავის მხრივ უბრუნებდა ინფორმაციას ძმებ მიქაძეებს. ვკითხეთ, რა აქვს ამის მტკიცებულება. გამომძიებელმა ამაზეც გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის მტკიცებულება. პატაკში ნახსენებია ძედ ხასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი. ირაკლი უსოიანის ბაბუა ძედ ხასანი თუ შურისძიებით მოკლეს, შურისძიება და ანგარება ერთმანეთს გამორიცხავდა. აღმოჩნდა, რომ გამომძიებელს გამოძიება სრულყოფილად და ობიექტურად არ ჰქონდა ჩატარებული. ბრალდების მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც თქვენ ახლა თავად ნახეთ და მოისმინეთ, წესით საფუძვლად უნდა დაედოს განაჩენს. სასამართლოში სიტყვებს წონა აქვს. ზოგჯერ იმდენად მძიმე, რომ მთელი საქმე მათზე დგას. ამ საქმეშიც ასე უნდა ყოფილიყო. ბრალდება საკუთარი მოწმეების ჩვენებებზე უნდა აგებულიყო. სწორედ მათ უნდა დაემტკიცებინათ ის, რის გამოც უდანაშაულო ადამიანები პასუხისგებაში არიან მიცემული. თუმცა, როგორც თავად ნახეთ, ხშირად ეს ჩვენებები სავსეა ურთიერთგამომრიცხავი დეტალებით. კერძოდ, ერთი მოწმის ჩვენება უპირისპირდება მეორე მოწმის ჩვენებას და გაჯერებულია დაუზუსტებელი და ბუნდოვანი მოსაზრებებით. ბრალდების მხარის პოზიციები საკუთარმა ექსპერტებმა, კრიმინალისტებმა და გამომძიებლებმა არაფრის მომცემი ჩვენებებით ჩამოშალეს. ამ საქმეში ყველაზე ხმამაღლა სწორედ ისინი ლაპარაკობენ, ვიზეც ბრალდება იდგა. ბრალდების მოწმეები. როცა ბრალდების მთავარი საყრდენი, მოწმეების ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, ბრალდება საკუთარ სიმძიმეს ვეღარ უძლებს და იმსხვრევა. ეს საქმე სწორედ ასე ჩამოიშალა და იმსხვრა შიგნიდან. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ ბრალდებას გაამყარებდა. და საბოლოოდ დარჩა ერთი მარტივი და ტრაგიკული რეალობა. ბრალდება მტკიცებულებების გარეშე.